ეთილდღეობისკენ არის ორიენტირებული. პრეზიდენტის მიერ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს დეპუტატების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებულ განცხადებებს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. პრეზიდენტი შეეხო რეალურად პრობლემურ საკითხებს ქვეყანაში, როგორც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ზოგადად მედიის გარემოს თვალსაზრისით, დემოკრატიული პროცესების პრობლემებს, თუმცა ამ ყველაფერს ჭირდება რეალური, კონკრეტული პოლიტიკური ნება, რომელიც სამწუხაროდ არც ხელისუფლებას, არც პრეზიდენტს 4 წლის განმავლობაში, როგორც მინიმუმ საკმარისად არ გამოუვლენია და აქედან გამომდინარე ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამ 4 წელიწადში ეს ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობით დაკავდება ამ პრობლემების მოგვარებით სამწუხაროდ არ აქვს. პრინციპის დონეზე რომ ჩვენ ქვეყანაში არც ერთი პროფესიის მატარებელი არ უნდა ექვემდებარებოდეს შანტაჟს, ეს ზოგადად სწორია და მას არ დაუსახელებია თქვათ ადრესატი განსხვავებით საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემთხვევისა. მას არ დაუსახელებია ადრესატი, რომ ვინმეს ბრალსდებს იმაში, რომ შანტაჟის განმახორციელებელი. თუ აქ შეიძლება ვიგულისხმოთ თავად სარედაქციო პოლიტიკის დამკვეთები მედია მაუწყებლის შიგნით, შეიძლება ვიგულისხმოთ თავად მედია მაუწყებლის მესაკუთრე, შეიძლება ვიგულისხმოთ დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფები და შეიძლება ყველა ვიგულისხმოთ. ასე რომ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობს ამ შემთხვევაში განსხვავებით საკონსტიტუციო კომისიისაგან. ამიტომაც აქ უკვე ალბათ ადრესატი ამ შეკითხვაზე პასუხზე არის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. საინტერესო ცხადია იყო პრეზიდენტის მიმართვა ახალდაარჩეულ პარლამენტს. მე ვიტყოდი, რომ ცოტა დამრიგებელი ტონმა გამაოცა, მაგრამ ესეც გასაგები არის მიმართულებები, რომელიც მიმარჩნია ძალიან საინტერესო და მართლმსაჯულების მიმართულება არის ერთ-ერთი და პოლიტიკური პატიმრების ბოლომდე მიყვანა ამ საკითხის, ეს არის ის ნაწილი, რომელსაც მე ძალიან დამაინტერესა. დანარჩენი ცოტა უკვე მოძველებული თემები არის, თქვათ, მედია თავისუფლება. მე მგონი ეს პრობლემა ამ ქვეყანაში არ არსებობს და ველაპარაკები სწორედ იმ მედიას ყველანაირს, რომელიც არის წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. მოვითხოვთ ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნას, დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები, განხორციელდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა, დასრულდეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. ამ მოთხოვნებით ქუთაისში პარლამენტის შენობასთან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პროფკავშირები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ კანონმდებლებს შეახსენეს მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხები გადაიხედოს. მე მინდა წაგიკითხოთ ჩვენი 5 ფუნდამენტური მოთხოვნა, ეს არის ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა.